გამარჯობა მეგობრებო. ერთი შეხედვით PSG უბრალოდ ჩემპიონი გახდა, მაგრამ ამ მატჩში მოხდა რაღაც უფრო მნიშვნელოვანი. საჩემპიონო გოლი ისევ კვარაცხელიამ გაიტანა. ხვიჩაზე საუბარი არ წყდება. ოქროს ბურთის თემაზე კი უკვე ტონი კროსი და ტიერი ანრიც ალაპარაკდნენ. სანამ დავიწყებთ, დიდი მადლობა მინდა გითხრათ. წინა ვიდეო შემდეგ არხს 700-ზე მეტი ახალი გამომწერი შემოუერთდა. ახლა კი მიზნამდე, რომელსაც 100,000 გამომწერი ჰქვია, სულ რაღაც 50 ადამიანი გვაკლია. თუ ამ ვიდეოს უყურებთ, არხი ჯერ არ გაქვს გამოწერილი და მithme რამდენიმე წამი. შეიძლება სწორედ შენი ერთი კლიკი იყოს ის ნაბიჯი, რომელიც ამ ნიშნულამდე საბოლოოდ მიგვიყვანს. ასევე ვცადოთ, რომ ავიდეთ ჩვენს ტრადიციულ 2000 მოწონებაზე. მე კი ყველას მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის და მოდი დავიწყოთ. როგორც მოგეხსენებათ, ლიგა 1-ის 33 ტურში პარი სენ-ჟერმენმა სტუმრად ლანსი 2-0 დაამარცხა და ჩემპიონობა ოფიციალურად გაიფორმა. ყველაზე სასიამოვნო კი ის არის, რომ PSG-ს მე-14 ჩემპიონობის გამაფორმებელ მატჩში პირველი გოლის ავტორი სწორედ კვარაცხელია გახდა. 39 წუთზე უსმან დემბელემ ბურთი ჩაჭრა, რომელიც კვარაცხელიას გადასცა და ქართველმა ერთ-ერთზე ძალიან მშვიდად და იდეალურად დაარტყა. ამ გოლმა კი მატჩის სცენარი შეცვალა და პარიზელები ჩემპიონობისკენ კიდევ უფრო ახლოს მიიყვანა. საბოლოოდ ხვიჩა მოედანზე 72 წუთი გაატარა. ეს არ იყო მომენტებით სავსე შეხვედრა, მაგრამ ლუის ენრიკეს გუნდმა თავისი საქმე ზუსტად შეასრულა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ კვარაცხელიამ ამ გოლით ერთგვარი პასუხი გასცა იმ კრიტიკას, რომელიც სეზონის განმავლობაში საფრანგეთის ჩემპიონატში მის სტატისტიკას უკავშირდებოდა. ჩემპიონთა ლიგაზე ის ბრწყინავს, მაგრამ ლიგა 1-ში მისგან მეცელოდნენ და სწორედ საჩემპიონო მატჩში ქართველმა თავისი კლასი კიდევ ერთხელ აჩვენა. ფრანგულმა მედიამაც ეს კარგად დაინახა. ლე პარიზიენმა ხაზი გაუსვა, რომ კვარაცხელიას ბევრი მომენტი არ ქონია, მაგრამ ერთადერთი რეალური შანსი უმაღლესი კლასით გამოიყენა. ეკიპმა კი დაწერა, რომ ლანსმა პირველ ტაიმში არაერთხელ სცადა PSG-ს კარის აღება, მაგრამ მასპინძლებს არ ეყოთ ის ამ შემსრულებლო ოსტატობა, რაც დემბელე კვარაცხელიას დუეტმა ერთ ეპიზოდში აჩვენა. ერთი შეცდომა, ერთი ჩაჭრა, ერთი ზუსტი პასი და კვარაცხელიას სივსისხლიანი დასრულება. სწორედ ასე იშება მეტოქე უმაღლეს დონეზე. მატჩის შემდეგ საინტერესო კომენტარი გაკეთდა RMC სტუდიაშიც. დანიელ რიოლომ თქვა, რომ ლიგა 1 თითქოს კვარაცხელიას დიდად არ აღელვებს. მისი დრიბლინგებიც ისეთი ეფექტური არ იყო, როგორც ჩემპიონთა ლიგაზე, მაგრამ მიუხედავად ამისა, ცუდ თამაშიც კი შეძლო გოლის გატანა. ეს კი არის მაღალი დონის ფეხბურთელის ნიშანი. მაშინაც კი, როცა საუკეთესო დღე არ გაქვს, მაინც პოულობ გზას, რომ გუნდს შედეგი მოუტანო. აღსანიშნავია, რომ შეხვედრის შემდეგ კომენტარი უსმან დემბელემაც გააკეთა. მან კი აღნიშნა, რომ 30 მაისს PSG-ს ყველა გულშემატკივრებისთვის რაღაც გრანდიოზულს ამზადებენ. ეს კომენტარი კარგად აჩვენებს, რომ პარიზში ახლა ყველა ფოკუსი ერთ მიზანზეა. ეს კი არის ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მეორედ მოგება. ამ ყველაფრის ფონზე ხვიჩაზე საუბარი მხოლოდ საფრანგეთში არ მიმდინარეობს. კერძოდ ლეგენდარულმა მწვრთნელმა სემელერ დაისმაც ისაუბრა ქართველზე და საკმაოდ ძლიერი შეფასებაც გააკეთა. მისი თქმით, კვარაცხელია დღეს მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია და ტოპ 3-ში აუცილებლად შედის. მე არ ვისურვებდი იმ ცველის ადგილას ყოფნას, რომელიც მის წინააღმდეგ თამაშობს. ის არა მხოლოდ გოლებს იტანს, არამედ ქმნის კიდეც. როცა შენკენ მოდის, მისი შეჩერების ერთადერთი გზა ხშირად დაჯარიმება. ასეთი იყო მისი შეფასება. ეს სიტყვები კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან საქმე გვაქვს პიროვნებასთან, რომელსაც ინგლისურ ფეხბურთში უდიდესი გამოცდილება აქვს და კარგად იცის თუ რას ნიშნავს რთული გარემარბის წინააღმდეგ თამაში. ასევე კვარაცხელიას გარშემო ოქროს ბურთის თემაც უფრო და უფრო აქტუალური ხდება. ბრიტანულმა გამოცემა Giumi Sports-მა ბაიერნთან განმეორებითი მატჩის შემდეგ საკუთარი რეიტინგი განაახლა და ხვიჩა 3 პოზიციით წინ წასწია. წინა სიაში ქართველი მე-7 იყო, ახლა კი უკვე მე-4 ადგილზეა. გამოცემა წერს, რომ როცა კვარაცხელია მოედანზე გადის, გულშემატკივრის მოხიბლვას თითქმის ყოველთვის ახერხებს. მას ერთ-ერთზე თამაშის ნამდვილ ოსტატად მოიხსენიებენ. ერთადერთი მინუსი ისევ ისაა, რომ ხვიჩას მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ ვიხილავთ, რაც მის ოქროს ბურთის შანსებზე შესაძლოა უარყოფითა დაისახოს. ამ რეიტინგში კი კვარაცხელია მხოლოდ 3 ფეხბურთელს ჩამორჩება: ლამინ იამალს, ჰარი კეინს და უსმან დემბელეს. აღსანიშნავია, რომ ოქროს ბურთზე ისაუბრეს ტონი და ფელიქს კროსებმაც. ფელიქსის თქმით, ბოლო 2 მატჩში ის და ტონი განსაკუთრებულად აკვირდებოდნენ ქართველს და ხვიჩას თამაშმა მათზე ძალიან ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა. ბურთი თუ ბურთოთ გამძლეობით, ტექნიკური გადაწყვეტილებებით და იმით, თუ როგორ ხედავს მოედანს წამებში. ტონი კროსმა კი ერთი მთავარი დაბრკოლება გამოყო. მისი თქმით, პრობლემა ისაა, რომ კვარაცხელია მსოფლიო ჩემპიონი ვერ გახდება. ანუ საქართველოს ნაკრების მუნდიალზე არ ყოფნა ოქროს ბურთისკენ მიმავალ გზაზე სერიოზულ ფაქტორად რჩება. თუმცა კროსმა ისიც აღნიშნა, რომ ხვიჩას ფიზიკური ძალა ძალიან შთამბეჭდავია. როცა მასზე მიდიან ისეთი ძლიერი მცველები, როგორებიც უპამეკანო ან ტაარიან, კვარაცხელია არ იჩაგრება და ფეხზე მყარად დგას. ეს კი შემტევი ფეხბურთელისთვის ძალიან დიდი პლუსია. სასიხარულოა, რომ ხვიჩაზე საუბარს არ წყვეს ტიერი ანრიც. კვარაცხელია ამ მომენტში მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ვინგერია და ჩემთვის ის მარტივად შედის მსოფლიოს საუკეთესო 5 ფეხბურთელში, რაც ყველაზე მეტად მაკვირვებს არის ის, თუ რამდენად დაუფასებელია ხვიჩა. ვერ ვხედავ, რომ მასზე ისეთივე ხმაური იყოს, როგორიც სხვა ფეხბურთელებსია. პატივს ვცემ დემბელეს, ოლისეს, შერკის და სხვებს.
ისინი ძალიან ნიჭიერები არიან, მაგრამ თუ თამაშს ყურადღებით უყურებ, კვარაცხელია მატჩებზე სრულიად სხვანაირად მოქმედებს. ის მუდმივად ქმნის საფრთხეს, ატყუებს მცველებს, არაფრისგან ქმნის მომენტებს, უკანაც ჩამოდის და ყველა ბურთისთვის იბრძვის. შეუძლია რომ მატჩის რიტმი მარტომ შეცვალოს. შესაძლოა მისი ფანები უფრო ჩუმები არიან. შესაძლოა მისი პიარი ასეთი აგრესიული არ არის. ან უბრალოდ სოციალურ ქსელებში ყურადღებისთვის არ თამაშობს. მაგრამ ფეხბურთის ხალხი, ნამდვილი ფეხბურთის ხალხი მის ხარისხს მაშინვე ხედავს. ჩემთვის კვარაცხელია სუფთა ფეხბურთელია, ზედმეტი დრამის გარეშე. მხოლოდ ხარისხი, ინტელექტი, კრეატივი და პიროვნება მოედანზე. ხოლო იმ დონით, რაც ამ სეზონში აჩვენა, ის აუცილებლად უნდა განიხილებოდეს ოქროს ბურთის კანდიდატად, განაცხადა ანრი. ამ ფონზე კიდევ უფრო უცნაურად გამოჩნდა ლიგა 1-ის დაჯილდოების ამბავი. ცოტა ხნის წინ ლიგა 1-ის სეზონის სიმბოლური გუნდი დასახელდა, სადაც კვარაცხელია ვერ მოხვდა. ამან კი განსაკუთრებით PSG-ს გულშემატკივრებში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. ისინი კი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის კომენტარებს წერენ. და ის ლიგა 1-ის საუკეთესო გუნდში არ შეიყვანეთ? მოგვეცით ოქროს ბურთის ასწრაფოდ. ხვიჩა, რა დიდებული ფეხბურთელი ხარ. ჩვენი საუკეთესო ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია. არაფრის ანაცვლოდ არ გაყიდოთ კვარაცხელია. წერენ PSG-ს გულშემატკივრები. მართალია, ლიგა 1-ში ხვიჩა სეზონის სტატისტიკურად ისეთი შთამბეჭდავი არ ყოფილა როგორც ჩემპიონთა ლიგაში, მაგრამ ის მაინც PSG-ს ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალაა. ხოლო როდესაც ასეთ ფეხბურთელ სეზონის საუკეთესო გუნდში არ ასახელებენ, გულშემატკივრების პროტესტიც რა თქმა უნდა გასაგებია. მაგრამ საბოლოოდ მთავარი მაინც ჯილდო არ არის. მთავარი ის დონია, რომელსაც კვარაცხელია მოედანზე აჩვენებს და ასევე ის თუ როგორ საუბრობენ მასზე ფეხბურთის ლეგენდები. ბოლოს კი დავძენ იმასაც, რომ ხვიჩას მომავალზე საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა. ესპანური მედიის მიხედვით, მადრიდის რეალი მზად არის PSG-ს კვარაცხელია სანაცვლოდ 175 მილიონი ევრო შესთავაზოს. რა თქმა უნდა, ამ ეტაპზე ეს ინფორმაცია უფრო ჭორის დონეზეა და ოფიციალურად არაფერი დადასტურებულა, მაგრამ ასეთი ამბები უკვე ლოგიკურიც ხდება, რადგან ხვიჩა დღეს იმ ფეხბურთელთა კატეგორიაშია, რომელზეც მსოფლიოს ყველა გრანდი ფიქრობს. რეალს კი ისტორიულად უყვარს ისეთი ტალანტების დამატება, რომლებიც ევროპული ფეხბურთის ცენტრში დგანან. თუმცა ამ ტრანსფერს რამდენიმე დიდი ბარიერი აქვს. უპირველეს ყოვლისა რეალს შეტევაში ადგილი უნდა კონდეს, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა გუნდში მბაპე და ვინისიუსი არიან. მეორე მხრივ კი მადრიდში ბოლო პერიოდში იმდენი არეულობაა, რომ შეიძლება ამ ეტაპზე ხვიჩასთვის PSG-ში დარჩენა ბევრად უფრო სწორი ნაბიჯიც იყოს. დღეს კვარაცხელია PSG-ს ლიდერია, საფრანგეთის ჩემპიონია, ჩემპიონთა ლიგის ფინალშია და ოქროს ბურთის რეალურ კანდიდატებს შორის განიხილება. ამიტომ კითხვა ასეთია: თქვენი აზრით უნდა იფიქროს თუ არა ხვიჩამ რეალზე, თუ PSG-ში კიდევ რამდენიმე სეზონი უნდა დარჩეს? სკანდალი რეალის გარშემო და გუნდი ახალი მწვრთნელის მოლოდინში. მადრიდის რეალში დაძაბულობა პიკს უახლოვდება. როგორც მოგეხსენებათ, ფლორენტინო პერესმა სპეციალური პრესკონფერენცია გამართა, სადაც მისი მთავარი სამიზნე მედია და ბარსელონა იყო. რეალის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გეგმავს და ამ არჩევნებში მონაწილეობას თავადაც მიიღებს. თუმცა ყველაზე ხმაურიანი მაინც მისი სიტყვები იყო ბარსელონასა და მსაჯობასთან დაკავშირებით. პერესის თქმით, ამ სეზონში რეალს 18 ქულა მოპარეს და ფაქტობრივად ჩემპიონობა წაართვეს. მან კიდევ ერთხელ ახსენა ნეგრეირას საქმე და თქვა, რომ ბარსელონას წარმატებებში არბიტრების გავლენა აშკარად იგრძნობა. საინტერესოა ისიც, რომ ფლორენტინო პერესი კვირას გამართულ ელ კლასიკოს საერთოდ არ დასწრებია. პერესის ამ განცხადებებს კი კატალონიელთა მხრიდან მკაცრი პასუხი მოჰყვა. კერძოდ ბარსას პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელმა რაფაელ იუსტემ ფლორენტინოს სიტყვებს ტყუილებით სავსე საცოდაობა უწოდა. მისი თქმით, პერესი ამ ყველაფრით ცდილობს დაფაროს ის სპორტული კრიზისი, რომელიც ბოლო 2 წლის განმავლობაში რეალში მიმდინარეობს. იუსტეს განცხადებით, ბარსას ტიტულები არა მსაჯებმა, არამედ კლუბის აკადემიამ, ლამასიის არცდილმა ფეხბურთელებმა მოაგებინეს. ცნობისთვის ბოლო 20 წლის განმავლობაში ბარსელონამ ლა ლიგა 12 ჯერ მოიგო, ხოლო ბოლო კლასიკოს შემდეგ ურთიერთშეხვედრებში რეალს გაუთანაბრდა. ორივე გუნდს ახლა 6 გამარჯვება აქვს. მაგრამ ეს მხოლოდ ერთი მხარეა. ახლა რეალის გარშემო მთავარი კითხვა უკვე სხვა: ვინ ჩაიბარებს გუნდს მომავალი სეზონიდან? როგორც იწერება ჟოზე მაურინიოს რეალში, დაბრუნება უკვე საკმაოდ რეალური ხდება. ფაბრისიო რომანოს ინფორმაციით, პორტუგალიელი სპეციალისტისა და სამეფო კლუბის მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზე გადადის. შეთანხმება ახლოსაა და დარჩენილია მხოლოდ რამდენიმე დეტალი. მოურინიო მზად არის რეალის პირობებს დათანხმდეს, თუმცა საბოლოო ნაბიჯი ახლა ფლორენტინო პერესია. ვინაიდან კლუბში ახალი არჩევნები დაინიშნა, პროცესიც სწორედ ამ პოლიტიკური ნაწილის შემდეგ უნდა დაიძრას. ახლა კი მთავარი კითხვა ასეთია: თქვენი აზრით მოურინიოს დაბრუნება რეალს კრიზისიდან გამოიყვანს, თუ ეს კიდევ ერთი დიდი რისკი იქნება? დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში. დღევანდელ ვიდეოს კი ამით დავასრულებ. მოტივაციისთვის კითხავ, რომ ავიდეთ მინიმუმ 2000 მოწონებაზე. ასევე გამოიწერე არხი, რათა იყო მუდმივად საქმის კურსში. ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერებას. მე კი მომავალი ვიდეოთი ძალიან მალე დაგიბრუნდებით.